მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. 24 მაისს 18 საათზე ქალაქ თბილისში რუსთაველის ძეგლთან ქართველთა დიდი გაერთიანება გამართავს საპროტესტო აქციას. საპროტესტო აქცია ეძღვნება ქვეყანაში ქართული ოცნების მიერ გაჩაღებულ ანტიეროვნულ პოლიტიკას და ქართველი ერის გენოციდს. დიახ, საქართველოში ქართველი ერის გენოციდი მიმდინარეობს. საქართველო თავისი აბორიგენი მოსახლეობისგან იცლება. უცხოტომელების დასახლება უპრობლემოდ ხდება, ხოლო დალოცვილი ქართული მიწა ყველანაირი ბარიერის გარეშე უცხოტომელების ხელში გადადის. ასევე ვაპროტესტებთ დავით გარეჯის გადაცემას, ვაპროტესტებთ ბავშვებზე ცინიკურ დამოკიდებულებას და წალმის ხელმიუწვდომელობას, ვაპროტესტებთ ნეპოტიზმს, კორუფციას, იმ დიქტატორულ კანონებს და იმ აპარტეიდს, რაც ქვეყანაში არის ბოლო 14 წელიწადია დამკვიდრებული. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ არ წარმოადგენთ არანაირ პოლიტიკურ პარტიას, არ გვაქვს სურვილი არც არჩევნებში მონაწილეობის, არც რაიმე სხვა თანამდებობის დაკავების. ვართ ჩვეულებრივი რიგითი ქართველები, ისევე როგორც შენ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებ. ამიტომ თუ გაქვს სურვილი, რომ შემოგვიერთდე მამულის გადასარჩენად ამ ბრძოლაში, გელოდებით 24 მაისს 18 საათზე რუსთაველის ძეგლთან ქალაქ თბილისში შევიკრიბოთ, რათა ერთად გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენ ეს ნამდვილად შეგვეძლია. საქართველოს გაუმარჯოს!